წმინდა ისააკ ასურის სწავლანი. ბოროტი გულის თქმებისთვის. არიან ისეთები, რომლებიც თავიანთ სხეულს დიდი გარჯის შემდეგ რაღაც დროს აძლევენ შვებას, რათა მცირე ხანს მოასვენონ, ვიდრე არ მოიკრებს ძალას, რის შემდეგაც ისევ უბრუნდებიან თავიანთ საქმიანობას. ჩვენ გვმართებს დიდი სიფრთხილე, რათა მცირე ხნით მოსვენებისასაც კი არ მოვაკლდეთ მოკრძალებასა და თავშეკავებას და არ მოვეშვათ სულით იმათ მსგავსად, რომელთაც აღარ სურთ თავიანთ საქმესთან დაბრუნება, რომლებიც მშვიდობიანობის ჟამს ბრძოლებისგან როგორც ისრებისგან ისე იგვემებიან. ესენი არიან, რომელთაც თავიანთი თამამი ნებით სულში აქვთ შენახული საგანი ბოროტებისა. ისინი თავიანთ სამოსელს უყურებენ როგორც არაწმიდას, როცა დგანან წმიდა ადგილას, რაც არის ლოცვა, ხოლო ვნებები, რომლებიც ლოცვისას ღვთის სახელის ხსენებაზე ჩვენ სულში ამოძრავდებიან, არიან ის, რაც ჩვენი მოშვებულობისას შეიძინა ჩვენმა სულმა. სწორედ ისინი გვარცხვენენ ჩვენ ლოცვისას, რადგან გონების სიმკაცრე უფრო ფიზიკური შრომისას ეხმარება კაცს, ხოლო გონების მოშვებულობა უფრო მეტად მაშინ ვნებს კაცს, როცა იგი მოსვენებაშია. უმოქმედობისგან ჩნდება სხვადასხვა სახის გულისთქმანი და აწუხებენ გონებას. მაგრამ კაცს აქვს უნარი მოიცილოს ისინი თავიდან, თუ კი მოერიდება მოსვენებას და დაუბრუნდება თავის მოღვაწეობას, რის შემდეგაც ბოროტი გულისთქმები ტოვებენ მას და გარბიან მისგან. ხოლო გონების მოშვებულობისგან რომ იბადება სამი ვნება, არ არის ერთი, როგორც ის გულისთქმანი სხეულის მოსვენებისგან რომ ჩნდება, რადგან ვიდრე კაცი იმყოფება ამ ქვეყანას თავისუფლად, შეუძლია ისევ მიუბრუნდეს თავის საქმესა და მოღვაწეობას, რადგან ჯერ კიდევ თავისუფალ ქვეყანაში უხდება მას ყოფნა. თუ კაცი მთლიანად არ მოშლის თავისი გონების სიმტკიცეს, არ ჩავარდება იგი უნებლიე ვნებებში, მას რომ მოუნდება. თუ კაცი მთლიანად არ მიატოვებს თავისუფლების ზღვარს, არ ჩავარდება ისეთ სიმძიმეში, რომლის წინააღმდეგობაც მას არ შეუძლია. ნუ მიატოვებ შენი საცნობლების თავისუფლებას, კაცო, რადგან როცა ისურვებ, ვეღარ იპოვი მას. ჭაბუკებს განსაკუთრებით ვნებს მოსვენება, ხოლო გონების დაუცველობა მოღვაწეობაში სრულთა და გამოცდილ ბერებსაც, რომლებიც მოსვენების გამო ჩავარდნენ გულისთქმებში, იმათ შეუძლიათ ისევ მიუბრუნდნენ თავიანთ კეთილ მოღვაწეობას, ხოლო რომელნიც თავიანთი საქმის სასოებაში მოეშვნენ, კეთილ მოღვაწეობას მოერიდებიან და თავიანთ ცხოვრებას დაღუპავენ. არის კაცი, რომელიც ქვეყნიურ ცხოვრებაში მტრებისგან დაიჭრება და მშვიდობიანად კვდება და არის კაცი, რომელიც ამ ცხოვრებას ტოვებს თავისი მიზეზით, ვაჭრობით და იძენს მისი სულის მტანჯველ წყლულებას. მაშინ კი ნუ ვიქნებით მწუხარე, როცა რაღაცით შევცდებით და შევცოდავთ, არამედ მაშინ უნდა ვწუხდეთ, როცა შევრჩებით ამ ცოდვას, რადგან შეცდომა მოღვაწეობაში სრულთაც მოსდით, ხოლო ცოდვაში ყოფნა სრული სიკვდილია. სასიკეთოა, რომ ჩვენი შეცდომის გამოც ვწუხდეთ, რადგან ასეთ საქმეს ღმერთი წმინდა საქმედ მიითვლის, რომელიც მონარიების იმედით მეორედ დაეცემა ცოდვით, ასეთი მოქმედებს მზაკრულად ღვთის წინაშე, მას უცნაურად ეწვევა სიკვდილი და ვერ გახდება თავისი იმედის დადგომის ღირსი. ვისი საცნობლებიც არის მიშვებული და დაუცველი, მისი გულიც ასევე არის დაუცველი. თუ კაცი რაიმე გულის საქმეს აკეთებს განკითხვით
ძველი მამების მსგავსად. იგი უცხოა ამ საქმისთვის, რადგან არ არის სახმართმოყვარეობით შეკრული და არც ნაყრომანების მოყვარული, ასევე უცხოა გულისწყრომა მისთვის. რადგან მისთანაც არის ეს სამი ვნება, სახმართმოყვარეობა, მრისხანება და ნაყრომანება, ასეთი ადამიანი ხალხს წმინდანადაც რომ მიაჩნდეს, ძველი დროის მოსაგრეების მსგავსადაც კი, იცოდე რომ მოუთმენლობისგან მისი საცნობლები მიშვებულია და დაუცველი. მას ეს ქვეყანა არ მოუძულებია მთლიანად. თუ კი მას ქვეყნიური ცხოვრება მოძულებული აქვს და მიწიერი საქმენი მისთვის უცხოა, მაშინ სიმშვიდე რატომ ვერ მოუპოვებია? ამ ქვეყნიურობის გამოწვლილვით შეზარებას მოსდევს ყოველგვარი ქვეყნიური საქმის უსიყვარულობა და სხეულის მოსვენებისა და სურვილების მოძულება. ვინც ხორციელ გასაჭირს სიხარულით ითმეს ღვთისთვის, მისი შინაგანი არის წმინდა. ვინც ქვეყნიურ სიამეთა მიუნდობლობის გამო არავის შეურაცხყოფს, არც თავისი უძლურებისთვის, არამედ ყველას პატივს ცემს, იგია ნამდვილად თავისუფალი. ვისაც არ უყვარს თავისი პატივის მცემელი, თავის მლანძღველზე მეტად, იგი ნამდვილად მომკვდარა ამ ქვეყნისთვის. გონების დაცვა გამოწვლილვით ყველა საქმეზე მეტია, რასაც კი აკეთებს კაცი ყოველგვარი სახითა და ზომით. ნუ მოიძულებ ცოდვილს, რადგან ყველანი ცოდვილნი ვართ. თუ ამ საქმეს აკეთებ ღვთისთვის და კაცს უპირისპირდები, მაშინ იტირე მისთვის და თავად მას ნუ მოიძულებ, არამედ მოიძულე მისი ცოდვანი, ხოლო მისთვის ილოცე, რათა მიემსგავსო ქრისტეს, რადგან იგი არ ურისხდებოდა ცოდვილებს, არამედ ებრალებოდა ისინი და მათთვის ევედრებოდა მამა ღმერთს. ხედავ როგორ დაათხია მან ცრემლები იერუსალიმისთვის. ჩვენ მრავალ საქმეში გვერევა ეშმაკი. Რაღაც ვიძულებთ ცოდვილ ძმას, რომელიც ჩვენსავით არის დაბრკოლებული ჩვენი დამღუპველი ეშმაკისგან. რატომ გძულს ძმა შემცდარი კაცო? ნუ თუ იმიტომ, რომ არ არის მართალი, ისევე როგორც შენ არ ახარ მართალი. სად არის შენი სიმართლე? შენც ხომ არა გაქვს სიყვარული? თუ სიყვარული გაქვს მისი, რატომ არ ტირი ხარ მისთვის, არამედ გძულს იგი? ზოგიერთები უგუნურად რისხდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ ცოდვილი საქმეები აქვთ შეგნებული. იყავი ღვთის სახიერების მქადაგებელი, შეიგნე, რომ შენ თვითონ ხარ უღირსი და უფალი მაინც გწყალობს და ბევრი გაქვს მისი ვალი. შენზე არ აჩენს იგი სასჯელს და იმ მცირე საქმეებისთვის შენ რომ აკეთებ, უამრავ კეთილს მოგაგებს ცხოვრებაში. ნუ იტყვი, რომ ღმერთი არის სამართლიანი მსაჯული, რადგან მისი სიმართლე არ გამოჩნდება შენ საქმეებში. თუმცა მეფე დავითი უწოდებს მას მართალს. მისმა ძემაც გამოგვიცხადა, რომ იგი უმეტესად სახიერია და ტკბილი, რადგან კეთილია უკეთური და უსჯულო ადამიანების მიმართაც კი. როგორ ამბობ, რომ ღმერთი არის მართლმსაჯული, როცა გაიგონებ მისგან მუშების ანაზღაურების შესახებ, რომელიც ამბობს: მოყვასო, შენ მე არაფერს დაგაკლებ, მაგრამ მე მსურს, რომ სულ ბოლოს მოსულსაც მივცე იმდენი, რამდენიც შენ. თუ შენი თვალი ბოროტია, მე კეთილი ვარ. ანდა როგორ უნდა თქვას კაცმა, რომ ღმერთი არის სამართლიანი მსაჯული, როცა კითხულობს უძღებ შვილზე. თუ როგორ გააბნია მან თავისი სიმდიდრე ბოროტ საქმეებში და რა კი ერთხელ აჩვენა ლმობიერება და სინანული, მიეგება და მოეხვია მას და დაუბრუნა მას სიმდიდრე და პატივი, რადგან ამის მსგავსი სხვას არავის უთქვამს, არამედ მისმა ძემ დაამოწმა ყოველი. სად არის ღვთის მართლმსაჯულება, როცა ჩვენ ვიყავით ცოდვილები და ქრისტე მოკვდა ჩვენთვის? თუ ღმერთი ასე მოწყალია,
იცოდეთ, რომ მასში არ იცვლება არაფერი. ღმერთმა ნუქნას უსჯულოება, რომელიც ჩვენ ეხლა მოვიგონეთ, როცა ვთქვით, რომ ღმერთი უსამართლო არის, რადგან ღმერთთან არაფერია ცვალებადი. ეს ჩვენ მოკვდავთათვისაა დამახასიათებელი. რაც არა აქვს, ის აღარც გაჩნდება ღმერთში, ხოლო რაც აქვს, ის არასოდეს მოკვდება მასში. არც რაიმე შეემატება მას, როგორც ეს ხდება მისგან გაჩენილებში. არამედ ღმერთს რაც თავიდან ჰქონდა, იგი აქვს ეხლაც და უკუნისამდე იქნება მასში, როგორც ამბობს ნეტარი კირილე დაბადების განმარტებაში. გეშინოდეთ მისი სიყვარულისგან და ნუ გაშინებთ მისი ძლიერი სახელი, რომელიც არის დიდებული. შეიყვარეთ იგი, როგორც გვეკუთვნის მისი სიყვარული და ნუ შეიყვარებ მას მომავალი კეთილი საქმეებისთვის, რომელთა მოცემასაც იგი ფიქრობს. მიატოვეთ ისინი და შეიფერეთ ეხლანდელი საქმენი, რომელიც უკვე გვაქვს მისგან ბოძებული. შევიყვაროთ იგი იმ დიდი სიკეთისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის. გავიხსენოთ ეს ქვეყანა და მისი სიკეთენი, რაც მან გააჩინა ჩვენთვის. ვინ არის, რომელსაც შეუძლია მოგცეს ამის სანაცვლო? რა უნდა მივაგოთ მას ყოველივე ამისთვის? ვინ აიძულა იგი და არაფრისგან შექმნა ჩვენ ადამიანები? და თუ მას განვარისხებთ, ვინ იქნება მისი დამამშვიდებელი? როცა ჩვენ არ გაგვაჩნდა არსება, ვინ შეგვძინა არსი და ვინ ჩაგვბერა სხეულში სული? საიდან შემოდის გონიერი გულისხმიერება ჩვენ სხეულში, რომელიც თიხისგანაა შექმნილი? ხუი საკვირველი მოწყალება ღვთისა, აი საკვირველი მადლი ჩვენი გამჩენისა. აი ძალა ყოვლის შემძლებელი, აი უზომო სიკეთე მისი, რომელიც ამ ჩვენს შემცდარ ბუნებას ხელახლა ბადებს. ვის შეუძლია გაიაზროს მისი დიდებულება? ბუნებას, რომელმაც დაარღვია მისი მცნება და დაგმო გამჩენი, აღადგენს მკვდრეთით, მიწასა და მტვერს აახლებს, გულისხმიერსა და გონიერს ხდის და დაფანტულსა და გაუგებარ გონებას და დაუცველ საცნობლებს უბრუნებს სიტყვიერ ბუნებას და აძლევს მას სრულ გულისხმიერებას. რადგან ცოდვილ კაცს არ შეუძლია აღდგომის მადლის წვდომა, როგორც ეს საჭიროა. სად არის გამძვინვარებული ცეცხლი, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეწვა? სად არის ის სატანჯველი, რომელიც გვაშინებს ჩვენ სხვადასხვა სახით და ძლევს მის სიყვარულს? რა არის გეენია ცეცხლი აღდგომის მადლთან შედარებით, როცა იგი აღგვადგენს ჩვენ ჯოჯოხეთიდან და ხრწნაtsა და წარმავალს გვმოსავს უხრწნელებით, ხოლო ჯოჯოხეთში ჩაყრილთ აღმოგვიყვანს დიდებით. ჰოი გონიერნო, მოდით და გაიკვირვეთ, ვისაც აქვს ბრძენი და ნათელი გონება, რათა ღირსეულად გავიაზროთ ჩვენი გამჩენის მადლი. ცოდვილთა კუთვნილი არის სატანჯველი, ხოლო იგი მართალი და ღირსის წილს აღდგომასა და საუკუნო ცხოვრებას მიაგებს იმას, ვინც მის სიკეთეს დაანახა მარტოლ მობიერება და სინანული. ხოლო იმათი სხეულის კუთვნილს, რომელთაც დაარღვიეს მისი სჯული, მოსავს სრული დიდებითა და უხრწნელებით. ეს არის უმეტესი მადლი, რომ ჩვენ შეცოდების შემდეგ აღგვადგენს, ვიდრე ის, რომ არაფრისგან არსება მოგცა. დიდება უფალო შენს უზომო მადლს, შენი მადლის სიუხვემ დაადუმა პირი ჩემი. ვერ ახერხებს ჩემი გონება, რათა მოგიძღვნას ღირსეული მადლობა. როგორ გაღიარო შენ სახიერო მეუფეო, რომელსაც გსურს ჩვენი გადარჩენა. დიდება შენ ორი ქვეყნისთვის, რომლებიც გააჩინე ჩვენს ასაღორძინებლად და გასახარად. ყოველივე შენგან გაჩენილნი მიგყავართ შენს მარადიულ დიდებამდე, რადგან შენი არის დიდება დაუსრულებელ საუკუნეში. ამინ.